ჩემი აზრით, დღევანდელი დღე იყო ძალიან სამწუხარო დღე საქართველოსთვის, იმიტომ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვერ მოახერხა საქართველოს ინტერესების დაცვა. მან ვერ გაიაზრა, რომ ეს არის ადგილი, სადაც საჭირო არის ქვეყნის დაცვა, ქვეყნის ინტერესებზე საუბარი, სადაც შიდა დაპირისპირება არის მეორეხარისხოვანი. ამის სანაცვლოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი თავს ესხმოდა საქართველოს მეგობრებს, რომლებსაც სურთ საქართველო იხილონ ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრად. ასევე ჩემთვის გამოუგნებელი იყო ის, რომ თურმე ერთადერთი სხვაობა კოსოვოსა და საქართველოს შორის, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის არის ის, რომ კოსოვოში უშვებდნენ დამკვირვებლებს და ჩვენთან არ უშვებდნენ. ჩვენთან მოხდა ეთნიკური წმენდა. როცა მას დაუსვეს კითხვა ეთნიკურ წმენდასთან დაკავშირებით, არის თუ არა პუტინი პასუხისმგებელი ეთნიკურ წმენდაზე, მან ეთნიკურ წმენდაშიც დაადანაშაულა საქართველო. ეს ჩემთვის მართლაც უბრალოდ წარმოუდგენელი რამ არის, როცა ამას ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გამოსვლის ნაწილში მე აღნიშნავდი სწორ და პოზიტიურ მესიჯს, რომელიც უკავშირდებოდა საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროპულ ინტეგრაციას, მაგრამ რაც შეეხება კითხვა-პასუხს. მთავარი პასუხი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ყველა კრიტიკულ კითხვაზე, გახდათ მხოლოდ ერთი, რომ ეს არის სიცრუე და ყველაფერი არის წინა ხელისუფლების ბრალი. მე არ ვფიქრობ, რომ ამ დარბაზში ასეთი ფორმით კომუნიკაცია ევროპელ დეპუტატებთან და მათი დადანაშაულება სიცრუეში ან არაინფორმირებულობაში გამოადგება საქართველოს ამ ორგანიზაციაში სამომავლოდ და მეორე და მთავარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ დარბაზში წარმოადგენს არა მის პარტიას, არა საპარლამენტო უმრავლესობას, არამედ საქართველოს სახელმწიფოს და მთავარი, რასაც მე დღეს მისგან ველოდი, გახდათ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესების და არა პარტიული ინტერესების დაცვა. როდესაც საუბარი იყო ოკუპაციის კანონზე, ფაქტიურად პრემიერმა დააკმაყოფილა რუსეთის დელეგაციის მოთხოვნა პირდაპირ სხდომათა დარბაზში და თქვა, რომ საქართველოს შეცვლის ოკუპაციის კანონს. როდესაც რუსეთმა გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დაიწყო ომი, პრემიერმა არ უარყო ეს განცხადება და პირიქით საკუთარი ქვეყნისკენ გაიშვირა ხელი. როდესაც პოლონელმა დეპუტატმა ისაუბრა იმაზე, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა საქართველოს ტერიტორიაზე, პრემიერმა თავი აარიდა ამას და მეტიც კიდევ ერთხელ საკუთარი ქვეყნისკენ გაიშვირა ხელი და ფაქტიურად ბოდიში მოიხადა იმ აგრესიის გამო, რაც განახორციელა რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ.